კერამიკის სტუდიის შექმნის იდეა გაგვიჩნდა მე და ჩემს ნათესავს. ორივე დამოუკიდებლად სწავლობდით კერამიკას და ცალკე გვინდოდა რომ სტუდიები ქონოდა და შემდეგ დაველაპარაკეთ ერთმანეთს და გადავწყვიტეთ რომ ერთად გაგვეკეთებინა სივრცე. ჩვენი მიზანი იყო რომ ქონოდა ადგილი სადაც ასე ვთქვათ ჩვენ სჯელს გავახარებდით გამოვძერწავდით ნივთებს, მე ჩარხსაც ვსწავლობდი რაღაც პერიოდი და ხო რაღაცა ჩვენი სივრცე გვქონოდა და გვემუშავა მოკლედ და გაგვეკეთებინა კერამიკა. ეს იყო საწყისი ყველაფრის. თიხა ჩემთვის არის თვითგამოხატვის საშუალება, ჩემი შემოქმედებითობის გამოვლენის საშუალება, ჩემი სიმშვიდე, ძალიან ბევრი რამე მასწავლა შენელება, მომენტით სიამოვნება, მასწავლა თანმიმდევრობა, მოთმინება, რა ვიცი, აი მას ნიშნავს ჩემთვის თიხა. თიხასთან მუშაობა სჭირდება მოთმინება, უნდა შენელდე, უნდა პროცესს დააკვირდე და ასევე სასიამოვნოც არის თიხასთან შეხება, რბილი არის, მარტივად გამოდის ფორმები და ეს ადამიანებს სიმშვიდეს ანიჭებს. პლუს ამას საშუალება ეძლევათ მათ, რომ თავიანთი იდეები განახორციელონ, თავიანთი შემოქმედებითი უნარები გამოამჟღავნონ და ეს ყველაფერი ბედნიერებასაც ანიჭებს და ასევე სიმშვიდესაც. კმაყოფილები არიან, თავისთავები არიან და ამიტომ შვიდად გრძნობენ და უსაფრთხოდ თავს.